სანამ დავასრულებთ გაკვეთილებს ამ სერიიდან, მე მინდა კიდევ ერთი თემა შემოგთავაზოთ, სადაც განვიხილავ ისეთ საკითხებს, რომლებიც გარკვეულწილად ყურადსაღებია და რომლებზეც არ მისაუბრია აქამდე. გავაკეთოთ რაიმე ფაილი და დავარქვათ მას example. ამ გაკვეთილში რაც მინდა განვიხილო, ეს არის დირექტივა define. თუ როგორ შეიძლება მის გამოყენება, ახლა ამას ვნახავთ ჩვენ აქვე მაგალითს. ანუ წერთ ესეთ რამეს. ეს სიმბოლო და შემდეგ define. ამის შემდეგ მაგალითად დავწეროთ days და შემდეგ 7. ეს ნიშნავს იმას, რომ პროგრამაში სადაც მეწერება days აღმოჩნდება იქ 7. აი მაგალითად ახლა დავბეჭდოთ ჩვენ ესეთი რამე. აი როგორც ხედავთ იმუშავა. გარდა ამისა ჩვენ ამ define-ებით შეგვიძლია გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული მაკროები. აი მაგალითად ვწერთ define, შემდეგ ვწერთ დავუშვათ სახელი იყოს ამის 3 და x და y. და აი მეორე ნაწილში აქეთ დავწერთ ესეთ რამეს. x + y. რაც დაითვლის ორი რიცხვის ჯამს. და ეხლა მოდი გამოვიყენოთ ეს ჩვენი მაკრო პროგრამაში. ანუ წერთ 3 2 და 3 მაგალითად. აი იმუშავა ჩვენმა მაკრომ და დაგვიბეჭდა ეს ჯამი აი ამ რიცხვების, რაც აქ ჩავწერეთ ამ 3-ს.